შუადღემშვიდობის ეს გადაცემა კომენტარია მე სოფო ვარდიეშვილი ვარ. განაჩენი ქართული ოცნების პროპაგანდისტვის ოპოზიციაში ამბობენ, რომ მარკო რუბიოს განცხადებამ ამერიკასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ტყუილი გამოაშკარავა. ბურთი ივანიშვილის ხელისუფლების მოედანზეა სახელმწიფო მდივანმა ეს კონგრესში გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა და თქვა, რომ შეერთებული შტატების სწორედ ოლიგარქის პარტიისგან ელოდება ქცევის ტრაექტორიის შეცვლას. ქართული ოცნება კი გამოსწორებას ისევ შტატების ხელისუფლებისგან ელოდება. სალომე ლაბაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში, ის გაგვაცნობს პოლიტიკურ შეფასებებს ამ თემაზე. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მარკო რუბიოს გუშინდელი გამოსვლა დარტყმა ქართული ოცნების პროპაგანდაზე, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საზოგადოებას პოზიტიური გზავნილებით ამარაგებს ხოლმე და არწმუნებს, რომ ივანიშვილის პარტია თითქოს ახერხებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დაალგებას. აქ მთავარი ისაა, რომ ქართული ოცნების ძირითადი გზავნილის შესაბამისად ივანიშვილის პარტიის პოზიცია ისეთია, რომ პასუხისმგებლობა ამ ურთიერთობის გამოსწორებაზე ეკისრება მთლიანად მხოლოდ ტრამპის ხელისუფლებას, რადგან კობახიძე ამბობს, რომ თავად ქართულ ოცნებას გამოსასწორებელი არაფერი აქვს. მისი შეფასებით ურთიერთობა გაფუჭდა მხოლოდ იმის გამო, რომ უსამართლო პოლიტიკას აწარმოებდა თითქოს ივანიშვილის პარტიის მისამართით ბაიდენის ადმინისტრაცია და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ოცნებამ დაინახოს სწორედ ამ პოლიტიკის ცვლილება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. გუშინ კი მარკო რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მოქმედი ხელისუფლება ქცევის ტრაექტორიის შეცვლას ელოდება სწორედ ქართული ოცნებისგან და აღნიშნა, რომ სწორედ ამაზეა დამოკიდებული ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივაც მოხერხდება თუ არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესება, რაც ქართულმა ოცნებამ სიტყვიერად განაცხადა საკუთარ მიზნად, თუმცა ახლა ამერიკისთვის მნიშვნელოვანია მარკო რუბიოს გზავნილის შესაბამისად, რომ ეს გამოიხატოს შესაბამისი ქმედებებითაც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიისთვის განსაკუთრებით მტკივნეული და უსიამოვნო წესით იქნებოდა მარკო რუბიოს განცხადების საწყისი ნაწილის მოსმენა, სადაც ის ჯო ვილსონის მიერ გავრცელებულ გზავნილებს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მისი პოზიციითაც ქართული ოცნება წარმოადგენს ძალას, რომელიც შეკავშირებულია ჩინეთთან, რომელიც საქართველოში ირანის გავლენას აძლიერებს და ეხმარება ირანის ტერორისტულ რეჟიმს სანქციებისთვის გვერდის ავლაში და ამავე დროს ის არის ძალა, რომელმაც გააყალბა 2024 წლის არჩევნები, შესაბამისად ივანიშვილის პარტია წარმოადგენს არალეგიტიმურ ხელისუფლებას და ეს, როგორც უკვე აღინიშნა, არის არა მხოლოდ ჯო ვილსონის ან რომელიმე სხვა სენატორის კერძო პოზიცია, მათი სუბიექტური შეფასება საქართველოსთან დაკავშირებული, არამედ ეს უკვე არის მარკო რუბიოს მიერ გამოხატული პოზიციაც, რაც უნდა მივიჩნიოთ, როგორც ამას ოპოზიციაში განმარტავენ, შესაბამისად ამერიკის პოზიციად ქართული ოცნების მისამართით, ეს კი ოპოზიციის შეფასებით არის განაჩენი ივანიშვილის პარტიისთვის. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ არანაირი ურთიერთობის გადატვირთვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არ იქნება, მანამ სანამ ქართული ოცნება არ შეცვლის ტრაექტორიას ირანული, რუსული და ჩინური ტრაექტორიიდან ისევ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ. ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ეს სტრატეგიული პარტნიორობა ქართულმა ოცნებამ დააკარგვინა საქართველოს მოქალაქეებს და ეს მოცემულობა ვერ შეიძლება იმის მიხედვით რა ინტერპრეტაცია ექნება ამ განცხადებებზე ქართული ოცნების რეჟიმს ან ქართული ოცნების პროპაგანდისტებს. არავითარი ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება რეჟიმის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების გარეშე. პირველი, ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა. მეორე, შუა დერეფნის და ანაკლიის სპორტის განვითარება. მესამე, ჩინეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირება. ირანთან რევენანსის შეწყვეტა. ადეკვატური პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტაბილური ფუნქციონირებადი პოლიტიკური ინსტიტუტების საარსებოდ, რომელშიც მონაწილეობას შეძლებს თავისუფალი არჩევის შედეგად გამორჩეული დემოკრატიული ოპოზიციური ჯგუფები. ბურთი არის ქოცების მოედანზე, მაგრამ ქოცები არიან რუსები, რომლებიც ღალატობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლანდელი ადმინისტრაცია აგრძელებს მათ ურყევ კურსს, რომ მათთვის მთავარი არის საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ისტორიული მეგობრობის გაგრძელება, რომ მათი ინტერესია, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, შემდგარი და პროდასავლური ქვეყანა. რა თქმა უნდა, მათი ინტერესია, რომ ამ ქვეყანაში და ამ რეგიონში არ იყვნენ პრორუსული ხელისუფლებები. ქართული ოცნება წავა იმ დათმობებზე, რაც აწყობს ბიძინა ივანიშვილს პირად. შესაბამისად, დაველოდოთ, რა ტიპის ნაბიჯებს გადადგამს ქართული ოცნება და რეალურად არის თუ არა ეს ყველაფერი საქართველოს ეროვნულ ინტერესებში.
მოსალოდნელი იყო, რომ ქართული ოცნების ეს ნორმალიზების მცდელობა ამერიკულ ადმინისტრაციასთან ასევე კახით დასრულდებოდა. იმიტომ რომ ქართული ოცნების მოლოდინი, რომ ის შეინარჩუნებს ჩაკეტილ, იზოლირებულ პროვინციულ დიქტატურას საკუთარ სახელმწიფოში და ამის საფუძველზე შეძლებს ურთიერთობების ნორმალიზებას დემოკრატიულ ქვეყნებთან, არის არარეალისტური მოლოდინი. შესაბამისად, განწირულია მისი ნორმალიზების მცდელობა ამერიკასთან, იმიტომ რომ ამერიკის ჩართულობა ესეთი პირდაპირი მნიშვნელოვანი ფორმით ჩვენს რეგიონში ნიშნავს დემოკრატიული სამყაროს ჩართულობას. ეს კი შეუთავსებელია ქართული ოცნების ღირებულებებთან. ოპოზიციაში, როგორც მოისმინეთ, ამბობენ, რომ მარკო რუბიოს გუშინდელი გზავნილი უნდა იყოს ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის პირველ რიგში იმის დამადასტურებელი, რომ მათ ივანიშვილის პარტია უსაფუძვლოდ უქმნის ამერიკასთან ურთიერთობის დაალგების შესახებ მოლოდინს და რომ იმისთვის, რომ ეს ნამდვილად მოახერხოს ოლიგარქის ხელისუფლებამ, საჭიროა, რომ მან გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, როგორც დემოკრატიული მდგომარეობის გამოსწორების მიმართულებით, ანუ იმ მიმართულებით, რომ მაგალითად გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, უარი თქვას ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე და ზოგადად ოპონენტების დევნაზე, ასევე იმ მიმართულებითაც, რომ დაუბრუნოს ქვეყანა დასავლური განვითარების ვექტორს, ანუ ჩამოაშოროს ის რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენას. ეს კი ოპოზიციის შეფასებითვე ივანიშვილის პარტიისთვის შეუძლებელი ამოცანაც კი იქნებოდა, ამიტომ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ოლიგარქის მცდელობა საქმე წარმოაჩინოს ისე თითქოს ის ახერხებს ტრამპის ადმინისტრაციასთან დაალგებას და სრულდება კრახით. ამასთან ოპოზიცია იმასაც განმარტავს, რომ უკვე კობახიძის დღევანდელი საპასუხო განცხადების შემდეგ უკვე შეერთებული შტატების ადმინისტრაციისთვისაც უნდა გახდეს ცხადი, რომ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობის მცდელობა იქნება უშედეგო, რადგან მაყურებელმა იცის და კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ დღეს ირაკლი კობახიძემ შინაარსით მარკო რუბიოს განცხადების საპირისპირო განცხადება შემოგთავაზა და შეიძლება ითქვას, რომ მან ამერიკის სახელმწიფო მდივნის თითქმის ყველა გზავნილი უარყო. მადლობა სალომე ლაბაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. მარკო რუბიოს ირაკლი კობახიძე ფაქტობრივად ტყუილში ადანაშაულებს ოცნების პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატებისთვის არ უკითხავთ, რა არის საჭირო ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. არადა კონგრესში ჯო უილსონის კითხვაზე საპასუხოდ სახელმწიფო მდივანმა ორჯერ თქვა, რომ ოცნების ხელისუფლებას მკაფიოდ განუმარტეს, რა არის ამისთვის საჭირო. კობახიძემ რუბიოს განცხადება იმ ნაწილშიც უარყო, სადაც სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ქართული ოცნებისგან პოზიტიური პასუხი მიიღეს. ივანიშვილის პრემიერი კი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონს არაფერს დაჰპირებიან. რაც შეეხება იმას, რომ მარკო რუბიო დაეთანხმა ჯო უილსონის მიერ ჩამოთვლილ საკითხებს, როგორებიც არის ოცნების ხელისუფლების არალეგიტიმურობა, გაყალბებული არჩევნები, ირანის რეჟიმის დახმარება სანქციებისთვის გვერდის ავლაში, ჩინური გავლენები ოცნების ხელისუფლებაზე, ირაკლი კობახიძე ამას კვლავ მხოლოდ ერთი კონგრესმენის პოზიციად წარმოაჩენს, რომელსაც შეურაცხყოფელ კონტექსტშიც კი მოიხსენიებს. მარკო რუბიოს განცხადებით გუშინ ჩვენ გავიგეთ, რომ ქართული ოცნება რაღაცას ან რაღაცებს აღპირდა შეერთებული შტატების ადმინისტრაციას. ამ დრომდე თქვენ გავისმედით, რომ თქვენ ელოდებით ამერიკისგან ქცევის ცვლილებას. როგორ გავიგოთ ეს? არაფრის დაპირებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ჩვენ საუბრობთ პრინციპის დონეზე რო გითხრათ, ერთ-ერთ რამესზე, რომ მიდგომები უნდა იყოს კაფეოდ ჩამოყალიბებული და ეს მიდგომები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. დაპირებების საუბარიც არასორია. მე ერთი რამ კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ თუ კი რაიმე გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველა ფერი გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან. 100%-ით ყველაფერი გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ წინა ადმინისტრაციის მიერ გაფუჭებული. მაშინ თქვენ რატომ მკითხეთ მარკო რუბიოს, რა არის საჭირო ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის? მე არ მიგითხავს ასეთი კითხვა. ამას ამბობს მარკო რუბიო. ნახეთ, მარკო რუბიო ამბობს, ჩვენ მათ გითხრეს, რომ სურთ ამერიკასთან ურთიერთობის გაუმჯობესება, ჩვენ მათ ხაზგასმით უთხარით, რა იქნებოდა ამისთვის საჭირო და რას ვითხოვდით ჩვენ. ჩვენ მივიღეთ პოზიტიური გამოხმაურება და ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ შეცვლილ ტრაექტორიას იქიდან. დროს ასეთი კითხვა არ დაგვისვავს. ჩვენ გვაქვს ის გზავნილი, რაც საჯაროდაც განვაცხადეთ, ხო? ეს არის ის არა თული აშუაში კაცი. ადამიანი როცა საუბრობს, მათ გკითხეს, რა მოეთხოვებოდათ. აი ეს არის რუბიოს სიტყვები. მათ გკითხეს, რა მოეთხოვებოდათ. ცდილობით გეუბნებით, რომ არც მე
არც რომელიმე ჩემს კოლეგას ასეთი კითხვა არ დაგვისვავს. გამოდის იცვლება მარკო რუბიო. არა, შუაშედგოილი კაცო. ეს არის თქვენი არასწორი ინტერპრეტაცია. ჩვენ თქვით მარტივი რამ. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან. ეს ხო ერთადერთი რაც ჩვენ მხრიდან ითქვა, იმედი გვაქვს, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, სწორედ ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომ პროცესი დასრულდება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენით. ამ ოპტიმიზმს ვინარჩუნებთ, ეს არის ჩვენი სურვილი, რაც საჯაროდ კიდევ ერთხელ თქვენ რაც გინდათ იმას ვერ ნახავთ. თქვენ რაც გინდათ კონკრეტულად იმას ვერ ნახავთ. თქვენ ვერ ნახავთ საქართველოში, თქვენ ვერ ნახავთ საქართველოში დემოკრატიის ხელყოფას, სამართლის უზენაესობის ხელყოფას, ამას თქვენ ვერ ნახავთ. და სახელმწიფოს ღირსების რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა, ამას გაიგებთ თქვენ მოგვიანებით. ევროკავშირმა უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ საუბარია გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყნის კვიპროსის განცხადებაში. უნგრეთი მოლაპარაკებების დასაწყებად ვიქტორ ორბანის მიერ დადებული ვეტოს მოხსნის პირობას დებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთისა და უკრაინის დელეგაციებმა მოლაპარაკებების შედეგად ყოვლის მომცველ შეთანხმებას მიაღწიეს. და როგორც კი უკრაინა უნგრელი უმცირესობებისთვის სამოქმედო გეგმაში ცვლილებებს შეიტანს, წევრობის საკითხზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაიხსნება. ჩვენ სამ კვირაში მივაღწიეთ იმას, რისი გაკეთებაც ორბანის მთავრობამ წლობით ვერ შეძლო, განაცხადა ვიდეო მიმართვაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. მის განცხადებას მიესალმნენ კიევში და ბრიუსელშიც. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტაკოსის განცხადებით, უნგრეთსა და უკრაინას შორის უმცირესობების უფლებების გაძლიერების შესახებ შეთანხმების გამოცხადება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის გზას უხსნის. ქართული ოცნება კი, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, კვლავ ევროპულ ბლოკს ესხმის თავს. სადანაშაულებს მას უსამართლო შანტაჟში ქართველი ხალხის მიმართ. ირაკლი კობახიძე თავს ესხმის მოლდოვასაც და მის ხელისუფლებას ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობას დებს ბრალად. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა მოქალაქეებს ევროპული მომავალი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი დააკარგვინა. ეს არის შანტაჟის გაგრძელება, რომელიც დაიწყეს 2022 წლის მარტიდან. ეს შანტაჟი გრძელდება, ხო? სამარცხვინო მიდგომა, უსამართლო მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ. თქვენ იცით, რამდენად უსწრებს წინ საქართველოს ყველა პარამეტრით, როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას. მოლდოვა აყენებს ეჭქვეშ საკუთარი გაწევრიანების პერსპექტივას და ამბობენ, რომ რადგან ამ პერსპექტივას მკაფიოდ ვერ ხედავენ, შეიძლება იფიქრონ რუმინეთთან გაერთიანებაზე, რაც ნიშნავს სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობას. ამას ამბობს ეს განაცხადა თავის დროს პრეზიდენტმა, ახლა აცხადებს ვიცე-პრემიერი. რა თქმა უნდა, ეს არის გაგრძელება საქართველოს იზოლაციის, საქართველოს ევროპული და დასავლური გზის აბსოლუტური, ასე ვთქვათ, კატასტროფის. შეეხება საქართველოს საერთოდ შეჩერებული აქვს ევროპული ინტეგრაციის პროცესი. ეს არის ყუბახიძის დამსახურება, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ყველა ჭანჭიკის დამსახურება და ქართული ხალხის გასაკეთებელია ის, რომ ჩვენ იმ ისტორიულ გზაზე დავბრუნდეთ და იმ ისტორიული ლიდერის როლი დავიბრუნდეთ, რომელიც ასეთ ძალით წაგვართვის რუსული სპეცოპერაცია. თავისი ნაბიჯებით, რაც გადადგა დემოკრატიის წინააღმდეგ, ცალსახად აჩვენა, რომ მათ არ სურთ ევროკავშირში ინტეგრაცია. ანუ მათ ისინი არ ემორჩილებიან დემოკრატიულ წესებს, ისინი არ ემორჩილებიან იმ სტანდარტებს, რაც ევროკავშირის გაწევრიანებაში მნიშვნელოვანია. პროცესის ნაწილი როცა ხან, აქ იგებს ქართველი ხალხი და მოიგებდა ის ქვეყანა, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, როგორც მოლდოვა არის და უკრაინა არის ამ შემთხვევაში, ხო? ანუ როდესაც ამ გაწევრების პროცესის მონაწილე ხარ, შენ როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების კუთხით და ისე პოლიტიკური კუთხით, შენ ძლიერად გახარ ფეხზე. სომხეთი რუსეთის ეკონომიკურ ზეწოლას პასუხობს. ამომრჩევლებთან შეხვედრისას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ მარწყვის სანაცვლოდ სომხეთი დამოუკიდებლობას არ დათმობს. მისი შეფასებით რუსეთმა გაუგებარი მიზეზების გამო აკრძალა ხილის, ბოსტნეულისა და ყვავილების იმპორტი. თუმცა ამ ნაბიჯმა სომხეთს ახალი შესაძლებლობები გაუხსნა ალტერნატიული ბაზრების მოსაძიებლად. ანალოგიური განცხადება გააკეთა ნიკოლ ფაშინიანმაც. ნუ გვაკეთებინებენ არჩევანს წიწაკასა და სახელმწიფოს შორის. სომხეთში მომავალშიც გაიზრდება ვარდიც, წიწაკაც, გარგარიც და გაოთხმაგდება ექსპორტი, მათ შორის ევრაზიული კავშირის ქვეყნებში, განაცხადა ფაშინიანმა. ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბარი შედგა
ნიკოლ ფაშინიანსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის მხრიდან მიუღებელი ქმედებების ფონზე ევროკავშირი სომხეთისთვის 50 მილიონი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს. ლატვიაში კი ხვალ სომხეთიდან ყვავილების პირველი პარტია ჩადის. რუსეთმა სამხედრო გზით შესაძლოა ვერასოდეს მიაღწიოს იმას, რასაც შეხვედრებზე ითხოვენ. ამის შესახებ მარკო რუბიომ კონგრესში გამართული მოსმენისას განაცხადა. სახელმწიფო მდივნის შეფასებით რუსეთს ყოველთვის ჰქონდა შორმანძილზე დარტყმების მიტანის უნარი, მაგრამ დღეს უკრაინა ასეთ იარიშებს უფრო ეფექტურად ახორციელებს. მარკო რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ ომი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება, რადგან ამისთვის ერთადერთი გზა დიპლომატიაა. სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზადაა კვლავ აქტიურად შეასრულოს შუამავლის როლი. თუმცა მიიჩნევს, რომ ეს რთული გზა, რადგან მხარეები, განსაკუთრებით რუსეთი, კომპრომისზე წასვლას არ სთანხმდება. რუსები დღეში 5000 ადამიანს კარგავენ, არა დაჭრილს, არამედ დაღუპულს. ფაქტობრივად, ომის დეპარტამენტის მონაცემებით, ეს ერთ-ერთი პირველი კონფლიქტია ისტორიაში, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაჭრილთა მაჩვენებელზე მაღალია რუსეთის მხარეს. პირველად ისტორიაში, როდესაც დაღუპულთა რაოდენობა დაჭრილებზე მეტია. ამიტომ ამჟამად უკრაინელები მამაცურად და ეფექტიანად იბრძვიან. რუსეთს ყოველთვის ჰქონდა შორმანძილზე დარტყმების განხორციელების უნარი. ჩვენ ხედავთ მათი ინტენსივობის ზრდას. თუმცა როგორც თავად აღნიშნეთ, უკრაინელები საკმაოდ ეფექტიანები გახდნენ მათ წინააღმდეგ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარი ცვლილება სწორედ ის არის, რომ უკრაინა სულ უფრო ეფექტიანად ახორციელებს შორმანძილზე დარტყმებს რუსეთის სიღრმეში და რუსეთის ეკონომიკის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. ჩვენი როლია თუ არსებობს გზა, რომ ეს ყველაფერი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს, მას ხელი შევუწყოთ, რადგან საბოლოოდ ეს ომი მოლაპარაკებების გზით დასრულდება. თუმცა ეს რთულია, რადგან ომის დასასრულებლად ორივე მხარის მოთხოვნები ამ დრომდე ერთმანეთისგან ძალიან შორს დგას. და ისევ საქართველოს ბაჩუახალაიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამ ეპიზოდში თავდაცვის ყოფილ მინისტრს დამხობისკენ მოწოდებას ედავებიან. მიზეზი მის მიერ სასამართლოს ხელმაზე ნათქვამი ფრაზა ივანიშვილი უნდა დაემხოს გახდა. დღეს ბრალდების მხარის მოწმეებს კითხავენ ახალაიას ცოლისა და ადვოკატის ანინა დარეიშვილის თქმით, პროკურატურას საქმეზე მოწმეებად ჰყავს სუსის გამომძიებლები და მანდატურები. მისი განმარტებით დაცვის მხარე არ უარყოფს, რომ ბაჩუახალაიამ სასამართლო პროცესზე მართლაც გააკეთა ივანიშვილის დამხობის შესახებ განცხადება, ამიტომაც ადვოკატებისთვის გაურკვეველია, რა სიძიებს ახლა საგამოძიებო უწყება. ეს იყო მის სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მიერ ნათქვამი პოზიცია, პოლიტიკური აზრი, რომლის გამო წესით ადამიანები დემოკრატიულ სახელმწიფოებში არ უნდა ისჯებოდნენ. ყავთ მოწმეებად სუსის თანამშრომლები, რომლებმაც გამოიძიეს ეს საქმე, ძალიან დიდი შრომა ტევადი საქმე და ყავთ მანდატურები, რომლებიც უბრალოდ ესწრებოდნენ იმ კონკრეტულ სასამართლო პროცესს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ფრაზა არ თქმულა სასამართლო პროცესზე, აქედან გამომდინარე ჩვენ არანაირი მოწმეები არ გვყავს და სრული აბსურდია თავიდან ბოლომდე ეს საქმე იცით და არის პოლიტიკურად მოტივირებული. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ახლა სტუმრებთან ერთად სტუდიაში გავაგრძელებთ საუბარს. ჩვენი პირველი სტუმარი უკვე შემოგვიერთდა ნიკოლოზ ვაშაკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, საერთაშორისო საკითხების მკვლევარი. ბატონო ნიკოლოზ, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მარკო რუბიოს განცხადებები, გამოხმაურებები დღეს ძალიან ბევრი მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, ხომ? ძალიან ჯიუტად იმეორებს ირაკლი კობახიძე, რომ მათ არ უკითხავთ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის, რა უნდა გააკეთოს ქართული ოცნების ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს. არა და ეს მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც მან კონგრესში კონგრესმენ ჯო უილსონის საპასუხოდ გააკეთა, მან თქვა, ორჯერ თქვა. ერთხელ თქვა, რომ ჩვენ ვუთხარით და განვუმარტეთ რა არის საჭირო ამისთვის და მეორედ თქვა ასეთი რამ, რომ მათ გკითხეს რა სჭირდება ურთიერთობების გაუმჯობესებას. რას მიანიშნებს ახლა ივანიშვილის ხელისუფლების პრემიერის ასეთი გაჯიუტებული პოზიცია, რომ თითქოს არც უკითხავს ქართულ ოცნებას რა არის ამისთვის საჭირო? მე ვფიქრობ, ეს ძალიან საერთო უმნიშვნელო თემაა. არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს იმას, ეს კითხვა ასეთი ჩამოყალიბებული და მკაფიო ფორმით დაუსვეს მათ ამერიკულ მხარეს თუ არ დაუსვეს.
ფაქტია ის, რომ თავად სახელმწიფო მდივან რუბიოს განცხადებით, ასეთი პირობები ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არსებობს და არსებობს კაფეოდ ჩამოყალიბებული. აი ეს არის მთავარი. და პრინციპში ჩვენ ასე თუ ისე წარმოდგენა ამ პირობებზე გვაქვს. სხვადასხვა ფორმით და დოზით ისინი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჟღერდებოდა და განიხილებოდა და შესაბამისად აი ეს არის ყველაზე სერიოზული ნაწილი აი ამ პრობლემის. ამ პირობებს შორის რა შეიძლება მაგალითად ამერიკული დელეგაციის ვიზიტის შემდეგ რაც გავრცელა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სალაჩომ იქ იყო წუხილი გამოთქმული იმაზე რომ არ არის ოპოზიციის ჩართულობა პროცესებში და ინსტიტუციების საქმიანობაში სახელმწიფოში. ამაზე გკითხეს გუშინ ირაკლი კობახიძეს მაგალითად ჩვენ ვიცით რომ პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შეტანილი პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ეს თუ არის ერთ-ერთი მთავარი პირობა და კიდევ რა შეიძლება თქვენი აზრით შეიძლება რომ იდგეს ამ პირობებში? ნუ მე მიმაჩნია რომ პირობების პაკეტი პირობითად ორად იყოფა. პირველი არის ეს პირობები და მოთხოვნები საქართველოს გეოპოლიტიკურ ვექტორთან და საერთაშორისო პოზიციასთან დაკავშირებით და ეს უკავშირდება ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის პროექტის დალაგების თემას და აქ პრინციპული მომენტია მდგომარეობს იმაში თუ ეს შუა დერეფანი რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს გლობალური თვალსაზრისით ვისი კონტროლის ქვეშ იქნება დასავლეთის და კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების თუ თქვათ რუსეთ, ჩინეთ, ირანის ღერძის ქვეშ აი აქ არის ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნების ჩემი აზრით მთავარი ფოკუსი რომ ესე იგი საქართველოს გადახედოს თავის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და პოზიციას და უფრო ნორმალურ და ღრმა თანამშრომლობაში შევიდეს თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ თვალსაზრისით. მეორე ესე იგი ნაწილი მოთხოვნების უკვე საქართველოს შიდა მდგომარეობას ეხება იმ სავალალო მდგომარეობას რაშიც იმყოფება ჩვენი დემოკრატია და კანონის უზენაესობის საკითხები და აქაც ესე იგი პრინციპში ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ის გულისხმობს სამართლიან არჩევნებს რომელიც გაუძლებს ასე ვთქვათ საერთაშორისო მონიტორინგს და მოთხოვნებს ოპოზიციის რეალურ ჩართულობას ამ ესე იგი პოლიტიკურ პროცესებში და რა თქმა უნდა ესე იგი რეპრესიების შეწყვეტას და ნორმალური სასამართლოს ესე იგი არსებობას საქართველოში. ნუ კიდე აქ ბევრ ნიუანსებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ძირითადი პაკეტი ეს არის. აი თქვენ რაც ახსენეთ პირველ რიგში რომ ეს ჩინურ-ირანულ-რუსული ღერძის გაძლიერება ამ ნაწილში ხომ რეგიონის რაც არის პირობებს შორის. რამდენად მწვავედ დგას ეს საკითხი, იმიტომ რომ ჩვენ ისიც ვნახეთ რომ მარკო რუბიო დაეთანხმა ჯო ვილსონის განცხადებას. ჯო ვილსონი ძალიან ხშირად იმეორებს ამას ხომ რომ ის არჩევნები გაყალბდა, რომ იქ არის ირანის ისლამისტურ რეჟიმს ეხმარებიან იმაში საქციებისთვის გვერდის ავლაში ქართული ოცნებიდან რომ აქ ჩინური გავლენები იზრდება ამის შესახებ სულ ლაპარაკობს მაგრამ ქართული ოცნება ამას სულ წარმოაჩენდა რომ ეს იყო კონკრეტულად ჯო ვილსონის ახირება და ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ამასო და ახლა როდესაც გაიმეორა მარკო რუბიომ ეს პოზიცია დაეთანხმა უფრო სწორად რომ ეს ნამდვილად არის მათ შეშფოთების საგანს შორის ხომ ეს საკითხები ეს რას ნიშნავს კაფიო გახდა რომ ეს არის პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და ამას კიდევ უფრო მეტი წონა აქვს ახლა უფრო მეტად მწვავედ დგას ვიდრე ჩვეულებრივი პირობები ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მოდი ასე ვთქვათ, რახან ამას ასე უკვე კაფიო ფორმით იძახიან და ადასტურებენ სახელმწიფო მდივნის დონეზე
ну ეს პოზიცია კი არა, უკვე ფაქტიურად რეალობა ალბათ. და ის მომენტი, რომ თეზის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ირანისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარება, აი ესე ცალსახად გაიზიარა მარკო რუბიომ, მე მგონი მრავლის მეტყველია და რა თქმა უნდა თავარი ზეწოლის ფოკუსით სწორედ ამ მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და თუ დაუბრუნდებით თქვენი კითხვის პირველ ნაწილს, ну, ესე იგი დერეფანი, შუა დერეფანი გლობალურად იძენს ძალიან დიდ მნიშვნელობას, გავიმეორებ და შესაბამისად აქ უკვე იმდენი პოლიტიკური ძალისხმევა, კაპიტალი და მათ შორის არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ უკვე ფინანსურიც იდება და ვიცით ჩვენ რომ ეს პროცესი ძალიან სიღრმიდან დაიწყო ჯერ კიდე ამ აზერბაიჯანს სომხეთს შორის ნორმალიზაციის თემით. მოკლედ ძალიან შორს მიმავალი და ღრმა პროცესია და ბუნებრივია აქ ეხლა მოვიდა უკვე მოდის საქართველოს ჯერი აი ამ პრობლემის მოგვარების იმ თვალსაზრისით რომ აი ეს კავკასიის რეგიონი რომელიც აი ამ უმნიშვნელოვანეს დერეფანს წარმოადგენს უკვე აი მისი მესამე რგოლი საქართველოს სახით ეს საკითხიც მკაფიოდ და გასაგებად დაალაგდეს ამერიკის შეერთებული შტატებში. ინტერესიც ეხა ბოლო ვიზიტების დროსაც გამოიხატა ხო, რომ ანაკლიის პორტით იყო დაინტერესებული. ეს უკვე აი ნაწილია ამ ნაწილებია ამ საკითხის, რომელიც მე მოვხაზებ. აი საერთოდ თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ ხო დიპლომატიური და ეს რანერი მიდგომარი არ ვიცი, როდესაც მაგალითად ერთი მხარე ორი ქვეყნის ურთიერთობების განხილვისას ამბობს რომ საერთოდ არ ინტერესდება და არც კითხულობს რა სჭირდება ურთიერთობების გაუმჯობესებას. როდესაც აღიარებულია თვითონაც ამბობს რომ ურთიერთობა ახლა არ არის ისეთ დონეზე როგორიც უნდა იყოს, მაგრამ ამბობ რომ მე ამაც არ ვინტერესდები, ეს ხომ ძალიან ლოგიკური, ბუნებრივი პროცესი იქნებოდა რომ როდესაც ვითარების გაუმჯობესებაზე ალაპარაკი, მხარებმა იკითხო რა სჭირდება ამას, ხომ? რა პოზიციაში ჩადგომას გავს ეს? ან თუნდაც ის რომ გამუდმებული კრიტიკა წინა ადმინისტრაციის მისამართით, ხო? გვესმის რომ ის ტრამპისთვის შეიძლება ოპონენტი იყო ბაიდენის ადმინისტრაცია, მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ასეთი დაჟინებული კრიტიკა, მწვავე კრიტიკა თან ინფორმებით, როგორც საკუთარ ოპოზიციას აკრიტიკებს ხოლმე ხშირად, ხომ? ეს რა პოზიცია? ეს არის პოლიტიკური პროვინციალიზმი და დიპლომატიური პროვინციალიზმი. მე აბსოლუტურად გეთანხმებით. მიუხედავად იმისა, თუ როგორ მწვავედ და ხშირად უხეშად საუბრობს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია წინამორბედ ადმინისტრაციაზე, ეს სტილი სხვა ქვეყნების და საქართველოს მხრიდან გაზიარებული არ შეიძლება იყოს არანაირ დიპლომატიურ თუ ეთიკაში და პოლიტიკურ მიზანშეწონილობაში ეს არ ჯდება. იმიტომ რომ ტრამპი ამ შემთხვევაში აკრიტიკებს თავის წინამორბედ კოლეგას და კოლეგებს, ჩვენ კიდევ გამოდის რომ ლანძღავთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს და მე ვფიქრობ ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირებს ეს ელემენტარული ჭეშმარიტება რაღაცნაირად უნდა ესმოდეთ. და რაც შეეხება იმას თუ იყო თუ არა საუბარი და ასე ვთქვათ კითხვა ქართული მხრიდან რა არის საჭირო და ასე შემდეგ და პასუხები პრემიერ-მინისტრის ამ ნუ მე პრემიერ-მინისტრის პასუხებს განვიხილავ როგორც აი ესეთ მოუქნელ რიტორიკას და ასე ვთქვათ პოლემიკის მის ტრადიციულ სტილს, თორემ როგორ შეიძლება ახლა ამ შეხვედრებზე ამაზე საუბარი არ ყოფილიყო. და ახლა ჩვენ იმაზე ვიდაოთ პირდაპირ დაუსვეს მათ ეს კითხვა არ და ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საუბარი იმაზე თუ რა მოთხოვნები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ ნორმალიზაცია მოხდეს, ამაზე საუბარი ნამდვილად იქნებოდა. ხომ თქვენ ახსენეთ ხომ ეს შუა დერეფნის რეგიონი
რეგიონში განვითარებული პროცესები ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი მინდოდა უბრალოდ ევროკავშირზე მეკითხა, ევროკავშირთან მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ საერთოდ შეაჩერა ეს პროცესი ევროკავშირში ინტეგრაციის და ახლა ვნახეთ, რომ უკრაინა და მოლდოვა როგორ მიიწევენ წინ ამ პროცესში. ძალიან აქტიურად მიდის, უახლოვდება ევროკავშირს სომხეთი, იმდენად აქტიურად, რომ ამის გამო რამდენ მუხარას იღებს და შეზღუდვებს რუსეთისგან, ხო? ჩვენ ამ შემთხვევაში სად რჩება საქართველო? მაგალითად, თუ სომხეთი კიდევ უფრო წინ წავა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს როლი რამდენად საჭირო და აუცილებელია ამაში? შესაძლებელია, რომ სომხეთის ეს ურთიერთობები განვითარდეს საქართველოს გარეშე? იცით რა, ობიექტურად რო ავიღოთ, ობიექტურად საქართველო მას ძალიან კარგი წინაპირობები აქვს იმისთვის, რომ წარმატებით წაიწიოს წინ ინტეგრაციის გზაზე და მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წლის წინ ასეც ხდებოდა, ხო? საქმე ის არის, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არ აწყობს, ის არ არის დაინტერესებული ევროპულ ინტეგრაციაში ევროკავშირში და პრაქტიკულად ეს პროცესი მან გამიზნულად და ხელოვნურად ჩააგდო. ამაზე ბევრი საუბრები ყოფილა და მე ღრმად არ წავალ, ეს ძალიან იოლად შეიძლება მოხდეს ამის ილუსტრირება. არ აწყობს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროკავშირში ინტეგრაცია, იმიტომ რომ ის დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ისეთ მაღალ სტანდარტებს გულისხმობს, რომელიც თავსებადი არ არის საქართველოში არსებულ რეჟიმთან. აი მარტივი რეალობა, ჭეშმარიტება ეს არის. და ბუნებრივია, ეს ასე გაგრძელდება, სანამ ეს პოლიტიკური ძალა იმყოფება ხელისუფლებაში და ეს იარსებებს როგორც მუდმივი პრობლემა, როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე რეგიონისთვის და იმ კონტექსტშიც, რაზეც თქვენ ისაუბრეთ. ბუნებრივია, სასომხეთი გააგრძელებს თავის ძალისხმევას ევროპასთან დაახლოების მიმართულებით, მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ თავად სასომხეთის პრემიერ-მინისტრმა პაშინიანმა რამდენიმე თვის წინ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ გზაზე სომხეთის წარმატებისთვის აუცილებელია ის, რომ საქართველოს ინტეგრაციაც ევროკავშირში წარმატებით ვითარდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ან შეუძლებელი, ან ძალიან ძნელი იქნება. აი ეს პრობლემა ასეთი სახით აუცილებლად იარსებებს აი ამ პროცესის განვითარებაში. ხო და არჩევნებია რამდენიმე დღეში ახლა სომხეთში, ხომ? აი ჩვენთვისაც რატო არის მნიშვნელოვანი ამ არჩევნების შედეგები? ხო, იქაც რუსული გავლენები ვიცით, რომ ეს ძალიან ძლიერია. მოლოდინი რეალურად ხო გამოკითხვები აჩვენებს, რომ იქ პაშინიანის პარტიას აქვს დიდი შანსი გამარჯვების, მაგრამ რა საფრთხეები რჩება და ჩვენთვის რატო არის მნიშვნელოვანი შედეგები? თუ ჩვენთვის მე გულისხმობ საქართველოს ობიექტურად და ქართულ ხალხს და არახელისუფლებას, რა თქმა უნდა, ნორმალური, პროგრესული და პროდასავლური ძალის გამარჯვება სომხეთში, ანუ უпростоრეთ მისი დარჩენა ხელისუფლებაში და განმტკიცება თავისი პოზიციების ობიექტურად კარგი და სასარგებლოა, იმიტომ რომ ამას საბოლოო ჯამში რეგიონი და მათ შორის საქართველოს მიყავს კარგი, სწორი და განვითარების მიმართულებით და მსოფლიოს მოწინავე ცივილიზებულ ნაწილთან თანამშრომლობის და ინტეგრაციის გზით. ძალიან მარტივია. და მე ამიტომ გამოთქვამ იმედს, რომ ის პოზიტიური პროგნოზები, რომელიც დაკავშირებულია ამ არჩევნებთან, გამართლება. ბუნებრივია, რუსეთი ცდილობს და დგამს ნაბიჯებს იმ თვალსაზრისით, რომ რამენაერად ხელი შეუშალოს პაშინიანს და მის პოლიტიკურ გუნდს გამარჯვებაში ამ არჩევნებში. აქ გულისხმება, რა თქმა უნდა, ასე იგი სომხეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრები დიასპორის, რომელსაც მოქალაქეობა აქვს, მათი მობილიზება და არჩევნების პერიოდში მასობრივად ჩაყვანა, მუქარები ეკონომიკური სანქციების და კუთხით და ასე შემდეგ. უკრაინული სცენარითაც კი დაემუქრა. ხო, ანუ ხო, მინიშნებები იმაზე, რომ უფრო მძიმე, ასე ვთქვათ, პრობლემებით შეიძლება შეუქმნან, სამხედრო პრობლემების ჩათვლით, მაგრამ ეს, იცით, უკვე
ეს არჩევანი, რომელიც გაკეთდა სომხეთში, დიდი ხანია მწიფდებოდა, შემთხვევით და სპონტანურად არ მოხდა. ეს არის ლოგიკური განვითარება მთელი სომხური პოლიტიკური და საზოგადოებრივი აზრის მტკივნეული განვითარება, რომელმაც გაიარა უკვე საკმაოდ მძიმე პროცესები და მძიმე გაკვეთილები და შემთხვევით არ მიუღიათ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ასევე მისი საზოგადოებაც ითვალისწინებდა იმ პრობლემებს და მუქარებს, რომელიც ახლა ჟღერდება და ამას მორალური, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მზადყოფნით ხვდება სომეხი ერი. მე ასე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ამაში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა საინტერესო პასუხებისთვის. ნიკოლოზ ვაშაკიძე იყო ჩვენი სტუმარი და შემდეგ სტუმართან უნდა გადავინაცვლოთ ბაკურ კვაშილავა, ჩაგვერთვება თავისუფლების მოედნიდან პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხო, ირაკლი კობახიძის განცხადებებით მინდა დავიწყო მარკო რუბიოს საპასუხოდ. მან ეს დააბრალა ჟურნალისტების ინტერპრეტაციას, რომ ფაქტობრივად ტყუილი გამოვიდა მისი თქმით, რომ მათ განუმარტეს რა არის აუცილებელი და საჭირო ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. ხო, თქვენი აზრით ირაკლი კობახიძის ინტერპრეტაცია რამდენად სწორი არის? არ ვიცი, აი ირაკლი კობახიძის ნებისმიერი განცხადება თავიდანვე ეჭვით უნდა იყოს განხილული. ჩვენ გვახსოვს მაგალითად მისი ინტერვიუ BBC-ს კორესპონდენტთან, სადაც ის ეუბნება, რომ 5 დღის წინ 28 ნოემბერს საერთოდ არ უხსენებია ის, რომ საქართველო თვითონ წვეთს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ. და ამას განაახლებს მხოლოდ 2030 წელს. ის პირდაპირ უმტკიცებდა კორესპონდენტს, რომ მსგავსი რამ არასოდეს არ უთქვამს. ამ დროს არსებობს ჩანაწერი, სადაც სწორედ ამას ამბობს ირაკლი კობახიძე და სწორედ ამას მოყვა ის მთელი მრავალ ათასიანი, 100,000-ობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლა, რამაც გამოიწვია ის მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს პოლიტიკაში და შეარყია ქართული ოცნების ლეგიტიმაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ არაფერია გასაკვირი იმაში, კობახიძე ცდილობს დამალოს სიმართლე და ყველაფერი წარმოაჩინოს ისე, როგორც მას აწყობს. ლოგიკურად შევხედავთ, ბუნებრივია, რომ ამერიკის დელეგაციას ქართული ოცნება ეთყოდა, რომ რა არის შესაძლებელი, რომ ჩვენ ვქნათ იმისთვის, რომ დაიწყოს ეს ურთიერთობები, განახლდეს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ რეალურად აღიაროს ლეგიტიმურად ეს არჩევნები, ეს პარლამენტი და შესაბამისად ეს მთავრობა. ეს არის ის მთავარი გამოწვევა, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს 2024 წლიდან მოყოლებული. უპრეცედენტო იზოლაცია, ასეთი საქართველოს არ ქონია ალბათ სამოქალაქო ომის გარდა არასდროს და ეს არის სწორედ ქართული ოცნების უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი, რომელიც ითვალისწინებს ყველაფერს ქართველი ხალხის ინტერესების გარდა. თქვენი აზრით რა იქნებოდა თავარი პირობები, რასაც დაუსახელებდა ამერიკის მხარე ქართული ოცნების ხელისუფლებას ამ ურთიერთობების აღდგენის წინაპირობად? რატომ უარყოფს ასე ჯიუტად, რომ თითქოს მას ოცნებას გულისხმობ, რომ თითქოს არ მოусმენია მას რამე პირობები, რაც ამისთვის არის საჭირო? ხო, აი ისიც მინდა ვიკითხო, რომ მნიშვნელოვანი შეშფოთება რჩება ის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადების თანახმად, რომელიც დელეგაციის ვიზიტს მოჰყვა, რომ არ არის ჩართული ოპოზიცია, ხომ, სახელმწიფო ინსტიტუციების საქმიანობაში. ეს თქვენი აზრით უფრო მეტად იყო კრიტიკა ქართული ოცნების მიმართ, რომ ის არ აძლევს საშუალებას ოპოზიციას სრულფასოვანი მონაწილეობისთვის ამ პროცესში, თუ ოპოზიციის მიმართ? მე ვიტყოდი, რომ ქართული ოცნება საშუალებას არ აძლევს ოპოზიციას კი არა, ქართულ ხალხს მიიღოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. ის კანონები, რომლითაც ბიზნესს შეეზღუდა საკუთარი აზრის გამოთქმა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, თუნდაც იმის, რომ ის ევროკავშირის მომხრეა, ხომ, ამისთვის სასჯელი შემოიღო ოცნებამ, თითქოს ქართული ბიზნესი აქამდე ყოფილიყო თავისუფალი და თავისუფლად შეეძლო, ასე ვთქვათ, ოპოზიციისთვის მხარის დაჭერა. ახლა უკვე ქართული ბიზნესი ისჯება იმისთვისაც კი, ქართულ ხალხს თუ დაუჭერს
მხარს. ანუ გამოფენს მაგალითად ევროკავშირის დროშას, მაშინ, როდესაც ქართული ოცნება იძახის, რომ თურმე ბრიუსელიდან მოდის ჩვენთვის მთავარი გამოწვევა და არა კრემლიდან, ხომ? ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ოპოზიციას კი არ ზღუდავს. ქართველ ხალხს და მოქალაქეს ართმევს უფლებას მიიღოს პოლიტიკაში მონაწილეობა, როგორც ეს საერთოა იმ ხალხს, რომლებიც ქვეყნის გარეთ არიან გასული და აქ ოჯახებს არჩენენ. ის რომ ქართული ეკონომიკა მართლა ფეხზე დგას, გამოწვეულია იმით, რომ მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე არის ქვეყნის გარეთ, აქვს საქართველოს მოქალაქეობა და აქ არჩენს 4-5 ადამიანს, მთელ ოჯახებს, ხომ? ამ ხალხს ქართულმა ოცნებამ იმის მაგივრად, რომ გაეადვილებინა ხმის მიცემა, ხო, რაზეც იყო საუბარი წინა არჩევნების დროს, საერთოდ წაართვა ეს უფლება. ახლა წარმოიდგინეთ, ოპოზიციის მიმართ როგორ შეიძლება იყოს მიმართული ასეთი განცხადებები. ეს არის პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ ქართულმა ოცნებამ კეთილი ინებოს და ძალაუფლება პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება დაუბრუნოს ხალხს, რომელიც წაართვა ბოლო 2 წლის განმავლობაში. ის აბსურდული კანონები, რომელიც ეხება ვთქვათ, ან ტროტუარზე დგომას, ან საიდან მოვიდა, როგორ მოუვიდათ თავში ამ ახალ გამოჩეკილ დეპუტატებს, ასეთი აბსურდის მოგონება, ხო, რომელიც დასაცინი იქნება 10 წლეულების მანძილზე, მე ვფიქრობ, ხო? აი, როდესაც შედარებით პოლიტიკას ასწავლიან, იქნება, რომ ასეთი იდიოტური კანონებიც მიუღიათ მათ შორის ევროპულ ქვეყანაში, ხო? როგორც საქართველოა. აი, ამის ფონზე ალბათ ახალი სამმართველო აჯობებს მაგას მაგშინ არსებობს. სხვათა შორის ეს ბოლო, ხო? ბოლო საქართველო კიდე უფრო საინტერესო რამ არის, რომელიც ქვეყანას აბრუნებს, არ ვიცი, ალბათ მე-17 საუკუნეში, როდესაც არ შეიძლებოდა ხელისუფალზე კრიტიკული მოსაზრების გამოთქმა. მაგრამ ქართული ოცნება ამ ყველაფერს თარგმნის მაგალითად ისე, რომ მისთვის მიუღებელია, რომ მაგალითად ამერიკის ადმინისტრაციამ მოსთხოვოს, რომ პოლიტიკური პარტიების გაუქმების შესახებ კანონი გაიწვიოს და ამას თარგმნის წინა ადმინისტრაციის არა სამართლიანი პოლიტიკის გაგრძელებად, რომელსაც ძალიან ისე ცუდი ტონით აკრიტიკებს ხოლმე ბაიდენის ადმინისტრაციას. რა პასუხია ეს შესაბამისად ღიად გაცხადებულ პირობებზე, რასაც ყველა ხვდებით, ხომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დგას? ეს არის როგორი პოლიტიკა, იცით, ქართული ოცნების მხრიდან, გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო. საუბარიც კი არ არის იმაზე, რომ ეს შეტანილი აბსურდული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. აქ საუბარია იმაზე, რომ უკვე რა იდიოტური კანონებიც მიიღეს, რომელიც ეხება თუნდაც აი ამ ახალ კანონს, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომელიც ეხება ტროტუარზე დგომას, რომელიც ეხება ბიზნესის პოლიტიკაში ჩართულობის შეზღუდვას, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის უფლების წართმევას, რომელიც ეხება საარჩევნო კოდექსის ისეთ ცვლილებას, რომელიც განაპირობებს ქართული ოცნების დომინაციას, მათ შეცვლაზეა საუბარი და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, ხომ? და ამ დროს ესენი ამბობენ, რომ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები როგორ ბედავს და გვეუბნება, რომ გამოვიტანოთ ისეთი კანონი, რომელიც ჩინეთს არ მიუღია, მე მგონი, ხომ? უკვე აღარ ჭირდება, მაგრამ აი რომელსაც საბჭოთა კავშირი ღებულობდა, სადაც ყველა პარტიას კრძალავს, გარდა ისეთი პარტიებისა, რომლებიც არ ვიცი რომლებიც იტყვიან, რომ ქართული ოცნება საქართველოს სამსახურშია. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ქართული ოცნების მხრიდან ხრიკი, რომ აქცენტი გაგვაკეთებინოს ისეთ რამეზე, რომლის უკან გამოტანასაც თვითონაც აპირებენ ნებისმიერ მომენტში და ყურადღება გადაგვატანინოს იმ მნიშვნელოვანი საკითხებიდან, რომელიც მართლა გამოსასწორებელია და გამოსასწორებელი არის მინიმუმ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელზედაც მე ვისაუბრე. და ეს არის თან მხოლოდ მცირე ნაწილი. კი, და ბოლოს კითხავთ ევროკავშირთან ურთიერთობაზე, ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ, ძირითადად ეს განცხადება არ იცვლება, რომ ბურთი არის ახლა ქართული ოცნების ხელისუფლების მოედანზე. ძალიან მარტივი უბრალო პოლიტიკური ნება დასჭირდება ვითარების შეცვლას და გამოსწორებას, ხომ? მას შემდეგ რაც უარი თქვა ქართულმა ოცნებამ ამ გზის გაგრძელებაზე. და ვნახეთ, ჩვენ კიდევ უკრაინა და მოლდოვა წინ წაწეული ამ პროცესში. მაგრამ
არ ვიცი, თუ შეიძლება კიდე უფრო გაუარესდეს, მაგალითად იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილების სერიოზულ მიმღებ ქვეყანასთან რა ურთიერთობაც აქვს საქართველოს გულისხმობ გერმანიას. და გერმანიის რაღაც დამოკიდებულებაც ვნახეთ ის, რომ ამ დრომდე საქართველოს ელჩს არ ჩაუბარებია, ხომ, ის უნებათა სიგელები პრეზიდენტისთვის. რას მიანიშნებს ეს ყველაფერი, არ ვიცი. შეიძლება კიდე უფრო უკან წავიდეს ეს პროცესი და არა თუ წინ წაწევაზე, არ ვიცი. მაგალითად ასოცირების ხელშეკრულებაზე და იქ სხვა რაღაცებზეც იყო ადრე ლაპარაკი, რომ შეიძლება ეს მიღწევებიც დაკარგოს ქვეყანა. ქართულ ოცნებას არ აინტერესებს ქართული ხალხის კეთილდღეობა. მათ აინტერესებთ ამ ხალხის მართვა, დამორჩილება და მათ ხარჯზე გამდიდრება. ევროკავშირი და ევროკავშირთან დაახლოების პროცესიც კი არამცდუ გაწევრიანება გულისხმობს ანგარიშვალდებული მთავრობის არსებობას. გულისხმობს იმას, რომ მთავრობა პირდაპირ დამოკიდებულია ხალხის ნებაზე, ხალხის ნებასობილზე და ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის, რომ 2024 წლის შემდეგ და განსაკუთრებით სწორედ არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო დღეს ქართული ოცნება დემოკრატიულ არჩევნებში დამარცხდებოდა პირწმინდად ნებისმიერ ოპოზიციურ ძალასთან. ნებისმიერ ოპოზიციურ ძალასთან და ეს არის სწორედ მათი მთავარი გამოწვევა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირთან დაახლოებაც ამ მთავრობის პირობებში გამორიცხულია, ეს შეუძლებელია. ქართული ოცნება უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, რაც შეიძლება მალე, რომ ეშველოს საქართველოს ქართველ ხალხს, ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს სოციალურ მდგომარეობას, ჩვენს ჯანდაცვის სისტემას, ჩვენს ბავშვებს, რომელთა ასე ვთქვათ, დღესასწაულს 1 ივნისს ზეიმობს ეს მთავრობა, ხომ? და მეორეს მხრივ აბსოლუტურად არ აქცევს ყურადღებას მათ გულის ტკივილს და მათ საჭიროებებს, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის სფეროში, რაც აი დიუშენის დაავადებასთან გამოიხატა ნათლად. ეს არის და ეს არის ქართული ოცნების დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ და საკუთარი ხალხის მიმართ სამწუხაროდ. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბაკურ კვაშელავა თავისუფლების მოედნიდან იყო ჩვენი სტუმარი. ახლა ისე სტუდიაში უნდა გადმოვინაცვლოთ. ანა წითლიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან შემოგვიერთდა. ანა, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. დავიწყოთ ისევ ამ ამერიკასთან ურთიერთობით. მე მაინტერესებს თქვენი აზრით რამდენად თავდაჯერებული ამ განცხადებების მიუხედავად და რიტორიკის მიუხედავად, რასაც აკეთებს ქართული ოცნება და რასაც გვიმტკიცებს, რომ თითქოს ისინი არაფერს არ კითხულობენ და მხოლოდ ამერიკის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია და საზრუნავი, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა. თვითონ განცხადებების ფორმულირება რამდენად თვითდაჯერებულ განწყობას გიქმნით თქვენ მათთვის, იმიტომ რომ აქამდე მხოლოდ ამ ფორმულირებით ვისმენთ, რომ იმედი გვაქვს, რომ გამოსწორდება, ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. თუ ასე კარგად მიდის ყველაფერი ქართული ოცნებისთვის, რატომ არ არის ეს რიტორიკა უფრო მეტად თვითდაჯერებული თქვენი? მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. ეხლა ეს რა რიტორიკაც აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ ისევ თავის ამორჩეულში და თავის მხარდამჭერებში გააჩნდეს ეს განცდა, რომ მანამდე ხო დიდი ხნის განმავლობაში უმტკიცებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გლობალური ომის პარტია არის, deep state-ი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, იქ მეორე ფრონტის გახსნას ვთხოვდნენ და უამრავი შეთქმულების თეორია იყო, ხო, მასონებთან დაკავშირებით მათ შორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეხლა ეს იმდენი ატყუათ საკუთარი მხარდამჭერები და იმდენი ყვება ამ პროპაგანდით. ეხლა ძალიან უცებ მას შემოტრიალება საკუთარ მხარდამჭერებში და ამის ახსნა კიდე ცოტა ესე უჭირს და ამიტომ თავის მხარდამჭერებს ეხლა ამ რიტორიკით ატყუებს, რომ ისე ორ ფეხზე დგას კვაბახიძე და ისე ვერ გაათხოვებს კვაბახიძეს და ვერც პაპუაშვილს, ვერც ამერიკის შეერთებული და შტატები და ვერც ევროკავშირი და აი ზუსტად აი ამ ორ ფეხზე დგომით მაინც ამერიკელები ეხოწებიან აქეთ თურმე კვაბახიძეს და ბიძინა ივანიშვილს, რომ მოდი დავალაგოთ ურთიერთობა ერთად, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჭირდება ეს საქართველოსთან დაალაგებული ურთიერთობა და ეს ეთყობა მარტო კვაბახიძის რიტორიკას კი არა, სოციალებს რო გადახედოთ და ქოსების სტატუსებიც ნახოთ ხოლმე, აი ეს არის რითაც ეხლა ცდილობენ საკუთარი ამორჩეულები მოატყუონ კიდევ ერთხელ, მაგრამ ეხლა ეს მათი რიტორიკა არ არის აქ მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის რამდენიმე ფაქტორი. პირველი ის რომ ეს კომუნიკაცია რეჟიმსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობს, არის უკვე კარგი და არის უკვე ცალსახა და ეს დადასტურდა ხო რუბიოს განცხადებითაც და რეჟიმის ამ განცხადებითაც, რა განცხადებიც ეხლა კვაბახიძემ გააკეთა და მე დარწმუნებული ვარ, არა თუ ეჭვმეპარება და საერთოდ ყველა განსაკუთრებული რაღაცა ცოდნა და პროფესიონალიზმი არ ჭირდება ამას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არავისთან არ ილაპარაკებს საკუთარი პირობების გარეშე. და რა პირობები შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ეს ძალიან ცხადია და ძალიან ნათელია, ხო? და ეს ფაქტობრივად
თქვა გუშინაც რუბიომ სახელმწიფო მდივანმა საქართველოს დასმულ შეკითხვაზე, როდესაც განმარტა, რომ ეს შეშფოთებები საქართველოსთან მიმართებაში არსებობს და თქვა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს ტრაექტორია უნდა შეცვალოს ირანულ, ჩინური, რუსულიდან და დაუბრუნდეს იმ ტრაექტორიას და საკუთარი ქცევის. საკუთარი ქცევის, ხო, ანუ ქცევის ცვლილება ის თქვა პირდაპირ რუბიომ და რა ნიშნავს ეს ქცევის ცვლილება? ნიშნავს იმას, რასაც 14 წლის განმავლობაში აკეთებს ქართული ოცნება, ხო? როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც ირანში ხდება, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და იმის გათვალისწინებით, როგორ წარმოუდგენია ჩინეთთან საკუთარი ურთიერთობა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს და შემდეგ უკვე რუსეთთან, ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ორივე ფაქტორი გამოვიწყოთ, ჩინური და რუსულიც, მარტო ირანთან საქართველოს ურთიერთობით და ვინმე სხვა დავავიწყე, ეხლა როგორ გონიათ თქვენ, რომ ამერიკის დაზვერვამ და ამერიკელებმა არიციან და რუბიომ არიცის, რომ ვის დაკრძალვაზე იყო მათ ყობახიზე ჩასული სიკვდილი ამერიკასო. საჯარო ფოტოებით მათ შორის, ხო? ანუ სიკვდილი ამერიკასო ყვიროდნენ თან და ეხლა ვინმე სხვა წარმოუდგენია, რომ ეს და სხვათა შორის მის ბიუანიშვილის ბრალეულობა და დაზვერვა მის ბევრად უკეთესად იცის, ვიდრე რიგითმა საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენ მათ შორის სანქციებიდან გვერდის ავლაში დახმარების შესახებ რო იყო საუბარი რუსეთთან მიმართებაში. ამას ძალიან ბევრი ანგარიში იყო, მათ შორის ათასობით ირანული კომპანია იხსნება ერთის სამართლზე. მათ შორის პირდაპირ იყო ნათქვამი ამერიკულ და ევროპულ სადაზვერვო დოკუმენტაციებში და საჯაროა ხა ეს ყველაფერი რაღაცა დამალული ხო არის, პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ირანელებიც მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში, რომ სანქციების გვერდით ავლაში დახმარება მოხდეს რუსეთთან და ეს ირანული კომპანიები, რომლებიც აქ იხსნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ტრამპი მთელი თავისი რიტორიკით, ამათ ხო გაცვლა ამაზე ჰქონდათ გაცვლა, რომ ეხლა ტრამპი არ არის ორიგინალური ესეთი რაღაცა ამერიკის პრეზიდენტი, ხო? ანუ თავისი განსაკუთრებული შეხედულებებით არის, ხო? მათ შორის და მათ ხო გაცვლა თავიდან ჰქონდათ ქართულ ოცნებას ამაზე და მე მახსოვს ხოლმე როგორ ეუბნებოდნენ წინასაარჩევნოდ, მათ შორის ბიზნესმენებს საკუთარ ამომრჩეველს, რომ აი ტრამპი რო გაიმარჯვებს და ბაიდენი რო წავა, ჩვენ აუცილებლად დავლაგდებით და ცოტა მოითმინეთ, ცოტა ხანი გაუძელით ამ საქციებს და ეს მოლოდინი რო ჰქონდათ, რომ ბაიდენის სანქციებს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაკისრებულ სანქციებს ტრამპი გააუქმდა. მაგრამ არ არიან სულელები ამას რომ ვერ ხვდებოდნენ იმას, რომ ამერიკის პოლიტიკა, მით უმეტეს საგარეო პოლიტიკა არ იცვლება ამერიკის პრეზიდენტების მიხედვით, ხო? ანუ შეიძლება მიდგომა იყოს განსხვავებული, ან რიტორიკა, ან ქმედებები იყოს განსხვავებული, მაგრამ ამერიკის საგარეო პოლიტიკური დოქტრინა არის, რა ვიცი, მრავალი წელია ამ შემთხვევაში უცვლელი და მით უმეტეს რუსეთთან მიმართებაში და მით უმეტეს ირანთან მიმართებაში, ხო? ძალიან კარგად იციან ეს ქართულ ოცნებაში, თუმცა მათ მაინც აი რაღაცნაირი ეს კონდათ ალბათ ეს წარმოდგენა, რომ ტრამპთან უფრო მარტივი იყო მათთან საუბარი. ერთი ფაქტორი, რომ ბიზნესს უნდა ქონდეს ხელსაყრელი პირობები, ამერიკისთვის ეს მნიშვნელოვანი თემაა, ხო? ის განცხადებინაც გამოჩნდა, უნდა ქონდეს ხელსაყრელი პირობები. მნიშვნელოვანი თემაა ბიზნესი, ამერიკული ინტერესები, ამერიკული ინვესტიციები. არ ბიზნესის ნაწილზე მინდა ვიკითხო, რომ ის ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ბიზნესისთვის აუცილებელია დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილება ქვეყანაში, მათ შორის სამართლიანი სასამართლო. ამ შემთხვევაში ამერიკული ბიზნესის დაინტერესება როგორ არის შესაძლებელი, მას გულისხმობ, როდესაც ბიზნესი ალბათ ამერიკულიც და ქართულიც ერთი პრინციპით მოქმედებს და მისთვის სამართლიანი სასამართლო 14 წლის განმავლობაში რომელი დიდი ამერიკული ინვესტიცია გაგიგიათ ქართული ოცნების პირობებში ამ ქვეყანაში? შავ ზღვაში ამერიკელებს რა უნდათ ეს რაღაც ჩვენი სიტყვები ხო არ არის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია. ანაკლიესთან დაკავშირებით რა მოხდა? ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ამერიკელებს ხო სტრატეგიული ინტერესი აქვთ? ეხლაც ხო სტრატეგიული ინტერესი აქვს. აი ამერიკის წარმომადგენლები რო ჩავიდნენ სახელმწიფო იმის რა ქვია, დინის წარმომადგენლები რო ჩამოვიდნენ, საჩავიდნენ. ანაკლიაში ჩავიდნენ. ანუ ეს ხო ამერიკული არ არის. ფოტოში ნახეს ხო? კი, და უცებ რა მოხდა და რა ხდება? უცებ ხდება ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა აი ამ სიტყვებით, რომ შავ ზღვაში ამერიკელებს რა უნდათ? გადაწყვიტა, რომ ანაკლის პორტი ამერიკელებმა კი არ უნდა ააშენონ ამერიკული ინვესტიციით. რომელიც თავარი გარანტია იქნებოდა არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების ამ ქვეყნის, არამედ უსაფრთხოების მათ შორის ამ ქვეყნის. უნდა ააშენოს რაღაცა გაურკვევლმა ჩინურმა კომპანიამ, რომლის ხელმძღვანელიც თან ჩინეთში კორუფციის გამო იყო ჩინურს აფრთხებს და ჩინურს ხო ეს ხო არ არის რაღაცა მარტივი ამბავი იმისთვის, ამერიკელებისთვის. ახლა როდესაც ნახულობ, რომ მაშინ როდესაც ამერიკელების ინვესტიციის ნაცვლად გაქვს ჩინური ინვესტიცია. აბა გადახედეთ ახლა და სტატისტიკა ნახეთ 14 წლის განმავლობაში და ნახეთ საქართველოში ჩინური ინვესტიცია უფრო
უფრო მეტი შემოვიდა თუ ამერიკული ინვესტიცია უნდა შემოვიდა. რა თქმა უნდა ჩინური. რაც შემოდის ისიც არის ჩინური. შეიძლება უხარისხო, შეიძლება ბევრი კითხვის ნიშნებით, მათ შორის, ხო? მაგრამ ძირითადად ესე, ხო? ჩინური ხა ამერიკელებისთვის აი ბიზნესზე რო არის საუბარი, სულ რო თავისუფალ სასამართლოს თავი დავანებოთ, ეხა მარტივად რო შევხედოთ უფრო ამ ამბავს, ძალიან მარტივად უყურებენ ამ ამბავს. იქ სადაც ამერიკული ბიზნესისთვის ადგილი არ რჩება და ამერიკული ბიზნესი არ შემოდის იქ სადაც არის დიქტატურა და ავტორიტარიზმი, არ შემოდის იქ სადაც ქვეყანას ხავს პოლიტიკური პატრიმერები, სადაც არის არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა, სადაც არ არის გამჭვირვალობა, სადაც არის კორუფცია და პრემიერ-მინისტრიდან სუსის უფროსიდან და თავდაცვის მინისტრიდან მოყოლებული ყველა დაჭარილია საერთოდ, ხო? ამერიკული ბიზნესი არ შემოდის იქ, სადაც თავისუფალი სასამართლო არ არის და სადაც არ შეუძლია შემდეგ საკუთარი თავი დაიცვა და სადაც განწყობა არის პირდაპირ პროირანული, ხო? ძალიან მარტივია ამ ყველაფერში. ამიტომაც როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები იძახის და რუბიო იძახის, რომ ჩვენ კონკრეტულად მათი ქცევების ცვლილება გვინდა, მან გულისხმობს ზუსტად ამას, რომ მოცემამ უნდა გადაწყვიტოს რა უნდა ირანის მოკავშირე იყოს და რუსეთის მოკავშირე იყოს თუ უნდა რომ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე იყოს და საქართველოს იყოს ევროკავშირის წევრი, იმიტომ რომ ორივე ერთად შეთავსებულად არ არსებობს. თუმცა მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან საგულისხმოა იმითაც, რომ ქართული ოცნება იცდება, ჩემი დაკვირვებით, რომ ამ მოლაპარაკებებში მაინც მთავარი ხიდი იყოს, რომ რაღაც ისე დათმობებზე წავიდეს, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი და უყურებენ როგორც წითელ ხაზს. და რომ ამ კანონის გასაწევად კი, ნახეთ, აი როგორც წითელ ხაზს ამერიკის შეერთებული შტატები უყურებს ესე, რომ მათთვის აი ოპოზიციური პარტიები ზოგადად ეხლა ჩვენ ყველა ხვდებით, რომ ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ აღარ არის საერთოდ დემოკრატია და ცხადია, რომ ესე უყურებს ამას ამერიკის შეერთებული შტატების, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე უფრო მძიმე პრობლემას ხედავ, ვიდრე ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის, ხო, მათ შორის პოლიტიკური პატრიმერების გათვალისწინებით და მათ შორის ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, რასაც ახლა ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში აკეთებს, ხო? ამიტომ ჩვენთვის რატო არის ოპოზიციისთვის ეს საყურადღებოა? საყურადღებოა იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამიტომაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ეს შეხვედრების ამას ემსახურებოდა და აინტერესებთ ოპოზიციის აზრი ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ძალიან კაფიო დამოკიდებულება ესეთი, რომ ეს არ უნდა იყოს დაახლოებით ისეთი, რაც შეიძლება ყოფილიყო შარლ მიშელის დროს. არ შეიძლება შუალედური, ნახე, ოპოზიციასაც უნდა ესმოდეს, იმიტომ რომ ვიღაცები ხან იმაზე ალაპარაკეთ, რომ ბოიკოტი ცუდი ყოფილა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს, ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა იმისი, რომ ეს გადატვირთვა მათ შორის მოხდება, უნდა მოხდეს ისე, რომ კაფიო პირობები არსებობდეს ქართულ ოცნებასთან. რაც იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია რა იქნება ეს კაფიო პირობები. ამ პროცესში შიდა პროცესებს რომ დაუბრუნდეთ ახლა, თქვენი აზრით რაღაცა ვრცელდება ისეთი განწყობები თითქოს ინფორმაცია, რომ ხომ არ ფიქრობს უკვე ბიძინა ივანიშვილი, რომ ირაკლი კობახიძემ ამოწურა ამ პოზიციაზე საკუთარი თავი უკვე და შეიძლება ის ამას აღარ სჭირდებოდეს და ეს უკვე მიდის. მე სკუცვალთ რო გითხრათ, საერთოდ ნაკლებად მაინტერესებს რა მოუვათ ბიძინა ივანიშვილს რაღაცა დროებით გასართობ ფიგურებს და თოჯინებს, რომელსაც აი ხლა ამ წუთას ასრულებს კობახიძე ამ როლს. არ მაინტერესებს სკუცვალთ, იმიტომ რომ არ არის ის პრობლემა, რაც განსაკუთრებულად შეიძლება ჩვენ გვაინტერესებდეს, ან რამე შეცვლის საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაში, ან პოლიტიკურ ველზე, იმიტომ რომ არ იქნება კობახიძე, არ იყო ღარიბაშვილი რა ნაკლები რიტორიკის ადამიანი იყო, ვიდრე კობახიძე. შეიძლება ეს მეთოდად გამოიყენოს, რომ აჩვენოს, რომ თითქოს რაღაცას თმობს და აი კობახიძის პირობებში არ იყო ეს შეიძლება იყოს, კი, ეს შეიძლება იყოს ამ კუთხით თუ შევხედავთ, კი, რომ მან შეიძლება მაგალითად კობახიძის თავი ანაცვალოს და თქვას, რომ აი კობახიძის პირობებში, ხო, დააბრალოს როგორც ჩვევია, აი ყველაფერი რო ღარიბაშვილის ბრალი იყო და სულ მაგას ვიხსენებ, რომ ქართული ოცნების ამორჩეველი შევხვდათ, რამდენიმე კვირის წინ ბუკლეტებს რო არიგებდით ფასებთან დაკავშირებით და რო დამეთახმა ყველაფერში კორუფცია არის იყო ანუ ყველაფერში დამეთახმდა. მე თქვი რა როგორ ახარ თქო ქართული ოცნების ამორჩეველი ყველაფერში თუ მეთახმებით თქო ეხლა რაც თქვი თქო. ეგ ყველაფერი ღარიბაშვილის ბრალი იყო და ანუ ეს არის მანდ ყველაზე მნიშვნელოვანი რომ დაახლოებით ეს ხო ჩვევია და პროპაგანდაც ესე მუშაობს. ნახე რომ ყველაფერი რაც ცუდი იყო 14 წლის განმავლობაში ღარიბაშვილის ბრალი იყო და როცა დაჭერდება დიქტატორს ყველაფერი დაბრალდება კობახიძეს, მათ შორის ამერიკასთან გაფუჭებული ურთიერთობები, მათ შორის ის ყველაფერი რაც ეხლა აკეთეს და გაიწევა კობახიძე, მაგრამ ეს არ არის ის რაც აი რატო თქვი მე რომ ჩვენთვის ეგ ამბავი ინტერესო იქნება თქო ჩვენთვის ინტერესო იქნება იმიტომ რომ ნებისმიერი შემდეგი ვინც იქნება კობახიძე იქნება თუ სხვა ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა კობახიძე ხო არ არის რეალურად და ღარიბაშვილი ხო ვინ არიან ესენი ხო ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი რომლის მონებიც არიან ესენი ამიტომაც ხო მაგრამ აი გარკვეული საკითხები ძალიან გაურთულდა ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილს ხო მისთვის ძალიან რთული გახდა მაგალითად დიუშენი დაავადებული ბავშვების საკითხი
ნახეთ უპრეცედენტო სოლიდარობა საზოგადოების მხრიდან, მაგრამ მშობლებმა შიმშილობაც კი დაანონსეს, ხო, თუ არ შეიძლებოდა რაღაც და იძულებული გახდა კობახიძე, რომ ამდენი ხანია ითხოვენ და ძლივს შეხვდა, ახლა თვეზე მეტია უკვე გასული, რასაც ითხოვენ. ამ პროცესისგან რას ელოდებით, რას უკავშირებთ, რომ უცებ გადაწყვეტა კობახიძემ ეს მშობლები ენახა? ვიცით რა, გულწრფელად გითხრათ, ამათი საქციე მთელი საქციელი ხო აბსოლუტურად არაადეკვატური არის. ეხლა ჩვენ თუ გავიხსენებთ აქონდროპლაზის წამოთან დაკავშირებით, ზუსტად ესე განვითარდა დაახლოებით მანდაც მოვლენები. გახსოვთ, რამდენი ხანი მშობლები უბრალოდ იდგნენ და ითხოვდნენ, უძლებდნენ ამ უბედურებას და შემდეგ აი რომ აწამეს ეს ხალხი და ნახეს რომ სხვა გზა არ არის და არ დაიღალა ეს ხალხი და მაინც აპირებს რომ გააგრძელოს და ამბავი, მერე გადაწყვეტა ეს საკითხი, ხო, რაღაც დაახლოებით ამას ვამგვანებ გულწრფელად გითხრათ. ამასაც მე არ ვიცი რა მიზეზი შეიძლება და ამასთან დაკავშირებით, რომ ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი რა შეიძლება ქვეყანაში იყოს, როდესაც ბავშვებს ჭირდებათ ეს ყველაფერი და მით უმეტეს ახლა იქ რა თანხებზეც არის საუბარი, მაგას ერთ დღეში იპარავს ქართული ოცნების ერთი მინისტრი ან მეორე მინისტრი და მაგათთვის ესეთი მზესუმზირის ფულია, უბრალოდ ის თანხა, რა თანხაც ჭირდებათ ბავშვებს რეალურად გადარჩენისთვის, ხო, მაგრამ ეხლა რას ანახებს კობახიძე მათ შორის და ქართული ოცნება რას ცდილობს? ცდილობს ეს ფასებთან დაკავშირებით კომისიაც და ასე შემდეგ. რეალურად კაკაურიძე გამოვიდა და გითხრა რომ გუშინ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რომ რატო ელოდითო თქვენო კაცო აქო ფასების იმას რა ქვია დაკლებასო ვერც დაიწევდა ფასებიო ანუ მაშინ რა იყო 3 და 4 თვე მთელი ეს პროპაგანდა რომ ფასების კომისია შეიქმნეს და რაღაც სერიოზული სახეები დაждდნენ და არ წმდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს რომ რაღაცა იქნებოდა და გაიმარ აი იმდენი იძახეს კვერცხს ვაიაფებთ და კვერცხის ფასიც კი გაიზარდა საკსტატისო მონაცემებით ხო ანუ რას აკეთებენ აი ეს შირმა წარმოებლები ამბობენ კიდევ მოუწევთ გაზრდა იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც კორუფცია დღეს მაინინგები რო ამოიტანეს აი სვანეთში მაინინგი უბრალოდ ძალიან საინტერესო თემა არის ხოდაშორის და რატო აკეთებენ ამას თქვა ამას იმიტომ აკეთებენ რომ აი ეს დატოვონ ეს განცდა საკუთარ მომხრეებშიც იმიტომ რომ ეს საკუთარ მომხრეებიც თადგეთი შტერებიც არ არიან ეხა როგორც თვითონ წარმოუდგენია თორე მე არ მგონია საერთოდ ქართული ოცნების ამორჩეველი სულელი რომ ყველაფერი ეხა ვერ შეჭამა ყველაფერი ამ ქართული ოცნების ამორჩეველმას და ეხა ამათაც ანახებენ რომ რაღაცაზე ზრუნავენ მაგალითად შედეგი ამას არაფერი არ ექნება რეალურად მაგრამ ნუ ეს ფაფხური უნდა ანახონ მესტიაში ეს რა პირველი ამბავია 14 წელი არ არის მაინინგების ბიზნესი როა 14 წელი არ არის ამაზე რომ ვსაუბრობთ ჩვენ და ყველაზე საინტერესო რას ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მივიღეთ ამისა ვიქტორ ჯაფარიძე არის თავარი ბოსი მაგისი ვიქტორ ჯაფარიძე არის ვინც ეგ მაინინგების სისტემა მან დაამკვიდრა სვანეთში ვიქტორ ჯაფარიძე არის ვინც ფარველობს მაგას ვიქტორ ჯაფარიძე არის ვისი ბიზნესიც არის ეგ რეალურად ბიძინა ივანიშვილთან ერთად მათ შორის ამიტომაც არის გამოძიება ხო ამიტომაც ეხლა მაინტერესებს რომ ამოიღეს ეს მე შემილია ეხლა მაგათთან ერთად წავიდე ერთი ოჯახიდან ამოიღეს ეს და სავანეთში ყოველი მეორე ოჯახი არის, სადაც ეგ მაინინგები არის, ხო? და მაშინ უნდა მიყვნენ და ყველგან უნდა ამოიღონ და თუ ვინმე უნდა დაიჭირო. პირველ რიგში ვიქტორ ჯაფარიძე უნდა დაიჭირო, მაგრამ ვიქტორ ჯაფარიძეს ვერ დაიჭერენ. ისიც რატო ვერ დაიჭერენ? ჯერჯერობით მაინც, იმიტომ რომ ვიქტორ ჯაფარიძე მარტო კი არ ჭამს მაგ ფულს უნაწილებს ბევრ სხვა ადამიანსაც ქართულ ოცნებაში და მაშინ საკუთარი თავები უნდა დაიჭირონ და სხვათა შორის კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე და კობახიძე იყო შემდეგ უმრავლესობის ლიდერიც, როდესაც ვიქტორ ჯაფარიძის მაინინგების ბიზნესთან დაკავშირებით ჩვენ პროკურატურაში შექონდა განცხადება და განცხადებებს ვაკეთებდით და ვითხოვდით მაშინ რომ დაინტერესებული იყვნენ ქართული ოცნების ის წარმომადგენლები რომლებიც დღეს ცდილობენ რომ მოგვევლინონ როგორც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლები მადლობა ამ სტუმრობისთვის ანა წითლიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო ჩვენი სტუმარი ასეთი იყო დღევანდელი კომენტარი მადლობა რომ მიყავდეთ ლებში.